დაუკარ ჩემო ფანდურო, ამაიღე ხმაო, სტუმრები მობრძანებულან ლექსად უნდა ვთქვაო. მოგესალმებით, საბრძანდით. ალეკო, მოგესალმებით, ჩემო კარგო. ესე იგი, როგორი საოცარი შემადგენლობით ხარ დღეს წარმოდგენილი, რომ სამი თაობა, ხო? კი. უფროსი თაობა, შუა თანათაობა და პატარა თაობა. როგორ ახართ ახ პირველ რიგში? ვართ, დაკვრის ხასიათი. დაკვრის ხასიათი, ბავშვებო თქვენ? თქვენც ასევე, ხო? კარგია. ესე იგი, სამი თაობის მეფანდურე მეჩონგურეები. ანუ რა გამოდის ის ურჩევნია მამულსა რომ შვილიც ფლობდეს ფანდურსა რაღაც ეგეთი ეგრე გამოდის და ჩონგურსაც და ჩონგურსაც ხო რა თქმა უნდა ბუნებრივია მოდი მაშინ შენიშნება ვთქვით მომავლიდან დავიწყებ და გავყვები მე ფესვებამდე ესე იგი ილია მოგესალმები ჩემო კარგო ილია არის 11 წლის ილია ახვლედიანი ხო ლეჩხუმიდან შენ გენაცვალე რა ვარი ჰაერი გაქვთ იქ ტიტუ კაია ილია 11 წლის ხარ და 6 წელია რაც ფანდურზე უკრავ დიახ ესე იგი ცხოვრების ნახევარზე მეტი ამ საქმეს მიუძღვენი ხო პრაქტიკულად შეიძლება ის როგორ მოხდი აქ შენი სურვილით მშობლების სურვილით მე მინდოდა რა გინდოდა დიახ თავიდან დადიოდა ჩემი ძმა აქ რა და ერთხელ გამოვყევი და დამაინტერესა რა მეც და დედაჩემს უთხარი რომ მეც მინდა თქვა ქსიარული მოვედი თავიდან ფანდურზე უკრავდი და მე გადავედი ბანფანდურზე აჰა, ესე იგი თავიდან უკრავდი ფანდურს და მე რაზე გადახვედი? ბანფანდურზე. ბანი ფანდური. ხო. ეს ბანის ფუნქცია. მოგფინეთ ნათელი ბატონო ალეკო. დიახ, ბანის ფუნქცია აქვს. ბანის ფუნქცია აქვს ფანდურზე, ხო? თუმცა არაფერი საკრავი რა თქმა უნდა იგივეა, ხო? და ესე იგი უკვე 6 წელია მოკლედ როგორი მოსწავლია? საუცხოო. ფანტასტიკური. კი, მაგრამ ეს რამის ჩონგურზე ახლა გაასწრო ჩონგური სიმაღლეში თუ არა ახლა გაასწრო ფანდურს ხო სიმაღლეში ხო ახო ისეთი ასაკიდან დაიწყო დაკვრა რომ სავარაუდოდ მაშინ ფანდური ამას მაღალი კი ფანდური უფრო მაღალი იყო ხო უკვე მესამე წელია ანსამბლ მართვეში დადიხარ დიახ ხო 1-2 წელიც და ანსამბლ არწივებშიც გადახვალ მე მართე და მე არწივებში ეხლა ესე იგი მივედით შედარებით გამოცდილ საბა ახალაძესთან. ბატონო. საბა მოგესალმებით. მოგესალმებით. რომელიც უკვე აგერ უკვე 12 წელია უკრავს. ხო. რამდენი წლის ხარ? 18-ის. ანუ შენც 6 წლიდან და ანუ ალეკო აქ როგორ არის თუ 6 წლიდან არ აქვს დაწყებული ბავშვი საკრავზე დაკვრა, მაგრამ არ ღებულობთ ანუ 6 წელი იყო ილიას შემთხვევაში 6 წელი საბას შემთხვევაში. ზოგი 5 წლიდანაც იწყებს. ხო, 5 წლიდანაც. და მე სალამური ვძომავ. სალამური ვძომავ ის. ნუ ბავშვი მოიყვანეს ძმა, ამ გოგოს ძმა მოიყვანეს დიდი სალამურზე და აღმოჩნდა რომ ეს პატარა და არ იმაშება რა, არაცლის რა. მოდის გაკვეთილზე ეს ბიჭი ეს წაართვეს სალამურს უკრავს. გვიჟდები მე ამას ვასწავლი ის თავისი სწავლობს ეს ბავშვი. ხო. ხო და ისეთი პატარა იყო, ნუ თავში მომივიდა უკვე აზრად რომ მეთქენ და უცებ სალამურით გავზომე და 2 სალამურ ნახევარი გამოვიდა რა. 2 სალამურ ნახევარი სიმაღლე. საბა, ფოთიში დაგტოვეთ ესე იგი უყურადღებოთ. ნახე შენ გარდა იმისა რომ 6 წლიდან უკრავ ფანდურზე, ასევე ჩონგურზე, სალამურზე, პიანიკა და გიტარაზე და კიდევ სხვა ინსტრუმენტებზე. ხო? ანუ ყველაზე უპრეტენზიო ისა ხარ, რა ქვია, მუსიკოსი, რასაც მოგაზვდიან ხელს დაუკრავ ნებისმიერ რამეზე, ხო? ხო და ყველაზე კარგად ალბათ მაინც ფანდური და ჩონგური თუ არა? არა, ვიტყოდი რომ გიტარა უფრო. გიტარა უფრო? ვაა. იმიტომ გიტარისტიც არის. ვაა, ესე იგი. სერიოზული. ვაა, ძალიან მაგარი ამბავია. გიტარა მაღლაკელიძის მოსწავლეა. ქუჩა მაღლაკელიძის მოსწავლე ხარ გიტარაში. საინტერესოა შენ შემთხვევაში. შენ როგორ გადაწყვიტე რომ შენთანაც შენ გინდოდა თუ იყო ჩარევა? იყო ჩარევები, ბებია ჩემი. აქ ბებო არის თავაროლში. აჰა, ბებო არის თავაროლში. დიდი მადლობა ბებოს რომ ესეთ კარგი საქმით დაკავდით. ხო და დაგიყოლია ბებომ. ხო რა, კი. მე ხარ თუ არა მადლიერი ეხლა რომ არაჩვეულებრივი. ეხლა ვარ მადლიერი ხო. თავიდან იყო ცოტა. საქმე რაშია, იცი? ეხლაც რო დამირეკეთ, ჯერ ბებოს დაურეკე მე. აჰა, კი ბატონო. და ბებოსთან ჩაიწყობა საქმეები და მე საბაც მაყოფილია ხოლმე. საბათანა. ძალიან კარგი. ასევე ამავდროულად გარდა იმისა რომ ძალიან ბევრ საკრავზე უკრავ, ტატუ არტისტი ხარ. ტატუებსაც ხატავ. ტატუებსაც ხატავ. არ ეტყობა? ხო, აგერ ეს შენი დახატულია, შენ რაღაცებს. მინდა პერანგიც გავხატე.
სხვათა შორის ტატუ არის ერთადერთი ხელოვნება, რომელიც მშობელთან უნდა შეათანხმო, ხო? შეთანხმებულია ბებოსთან უკვე ეგ ამბავიც, კი ბატონო. ეხლა მაინტერესებს ესეთი რამ, ჩემო ალეკო, მოვედი თქვენთან. მასწავლებელო. ვინც ახლა ფიქრობთ, რომ ალეკო ხიზანიშვილი ჯგუფ ეგ არის სოლისტი, არ არისო, უბრალოდ ეკითხებით, გვერდით მსხდომთ. კი ბატონო, ეგ არის, მეგობრებო, ზუსტად არის. ნამდვილად ვადასტურებთ. ალეკო ანსამბლ მართვეს ხალხური საკრავების პედაგოგი ხარ. დიახ. მართვეს მართვა რთული არის? უძლებ. უძლებ. კი. რთული ესე იგი. ნუ თუ გიყვარს შენი საქმე, უნდა გაუძლო. უნდა გაუძლო, რა თქმა უნდა, თან კეთილშობილური საქმეა, ბევრ ახალგაზრდასთან შემხებლობა, ქართულ კულტურასთან ზიარება, ასე შემდგომ. ალეკო, ძირითადი პროფესიის გარდა, ასევე ჰობიც გაქვს, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, დიდ დროს უთმობთ. ეს არის თევზაობა. დიახ. ხო? ძალიან გიყვარს თუ დაკავთ მოსწავლეების ათევზაოდ თუ არასწავლი თევზაობა? ეხლაც რომ მოვდიოდი, გამომკითხეს სად დადიხარო. ილიამ და თავის ძმამ. აჰა. უკვე აინტერესებს. უკვე თევზაობაშიც უნდა თუ იცია რომ მე მუსიკის როლი თევზაობის საქმეში უკვე დიდია. კი. კი ბატონო, გასაგებია. სამსახურით გაგიცდენია არაერთხელ როგორც ვიცი. აი იმის გამო რომ თევზაობაზე, თევზაო წასულიყავ. კი. ხო და ესე იგი, სხვათა შორის დღეს ამინდმა შეგიწყო ხელი. ცოტა ცუდი ამიდია, თორე შეება აქაც არ მოსულიყავი, გადაცემაში გაგეცდინა და სათევზაო წასულიყავი, ხო? ისე ყველაზე დიდი რამხელა თევზი არ გყავთ ნაჭამი. 3 კილონახევრიანი არ ვჭამე. ხო, რამხელა დაგიჭერე და 3 კილონახევრიანი დაიჭირე და არ ჭამე. ანუ სხვათა შორის ეგ ძალიან ცნობილი ამბავია, რომ ვისაც თევზაობა უყვარს, დიდად ჭამაზე, ხო, და ვისაც თევზი უყვარს, იმას თევზაობა არ უყვარს. ვისაც თევზი უყვარს, იმას თევზაობა არ უყვარს. ხშირი შემთხვევაა, კი. ხო, ესე იგი 3 კილოიანი ყველაზე დიდი თევზი, რაც ეს მე თევზებს აქვთ ხოლმე მონადირე. კი, აი ამ ხელა თვალი ქონდა. ხო, ეგ მეკითხეთ, რომ მონადირეება ხო ვიცია რაღაცა. ამ ხელა თევზს დავიჭირე და ხელები დაუბეს და რომ ვერაფერ ამ ხელა თვალი. ამ ხელა თვალი ქონდა, კი ბატონო. სხვათა შორის ეხლა რომ შევაჯამოთ, აქ წარმოდგენილი მეჩონგურე მეფანდურეები, ხო, სწორად თქვი, ქართლი, იმერეთი და ლეჩხუმი. დიახ. ხო, ესე არის წარმომადგენლობა და მოკლედ თქვენზე უნდა იყოს და არის ალბათ ნათქვამი, ჩონგური საქართველოს, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ხო? ეგეთი ამბავია და ბატონო ალეკო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან მე. დიახ. მოსწავლეები რომ გამოსცადოთ ეხლა გაკვეთილი ჩაიბაროთ. როგორ მოემზადე მაგალითად აუცილებლად გამოსცადოთ. ხო, თუ აქვე ოღონდ. აქვე. ხო და ჩვენ გულები დაგვითვება და თან თქვენ გაკვეთილს ჩაიბარებთ რა. კი ბატონო. შეიძლება? მაშინ ხო.